ძვირფასო ტელემაყურებელო, მეორე ტურთან დაკავშირებით ქართული ოცნება წარმოგიდგენთ თბილისის მერის განახლებულ საარჩევნო პროგრამას, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. გისმენთ? მოგესალმებით, ჩემო თბილისელებო, ჩემო საყვარლებო. თბილისის მერია მადლობას გიხდით ერთგულებისთვის. ჩვენ გჯერა თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. მართალია პირველ ტურში ეს ვერ მოახერხებთ, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ბოლომდე მივიყვანოთ ერთად დაწყებული გამარჯვება. ჩემო საყვარელო თბილისელებო, დღეს მოგმართავთ იმისთვის, რომ თბილისი გახდეს თითოეულ თბილისელზე მორგებული ქალაქი, რომელიც თითოეულმა ადამიანმა შეიძლება მოიცვას და არა პირიქით, რომ ქალაქმა მოიცვას თითოეული თბილისელი. თბილისის მერია მთლიანად გააუქმებს გადასახადებს. თითოეულ თბილისელ პენსიონერს პენსია ექნება 6,000 ლარი. ყველა დასაქმებულ თბილისელის ხელფასი, საშუალო ხელფასი იქნება 20,000 ლარი. მართალია ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად დაახლოებით 125 წელია საჭირო, მაგრამ მთავარია, რომ გეგმა დევს. რაც შეეხება ჩვენს ძვირფას პენსიონერებს, საპენსიო ასაკი დაიწევს 18 წლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ყველა თბილისელი მოსწავლე პირდაპირ პენსიონერი გახდება. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს ქალაქზე. ოპოზიციის ზიზღი და სიზულვილი კი მეხმარება იმაში, რომ ჩემი თბილისი გავხადო კიდევ უფრო მეტად სიყვარულით სავსე ქალაქი. თბილისში ყველა აღმართი გახდება დაღმართი, რადგან თბილისელები არ დაიღალონ და გული არ ამოუვარდეთ თბილისი აღმართების გარეშე. მდინარე მტკვარს მთლიანად დავაშრობთ და წყლის მაგივრად იქ ფორთოხლის ფრეშს ჩავასხავთ. ცხეთასთან ფილტრს დავუყენებთ, ზაჰესთან ყინულს ჩავყრით და დიდუბის ხიდთან საწრუპებით დავეწაფებით. განა ეს საოცარი არ არის, ჩემო ლამაზო თბილისელებო. ყველა თბილისელ პენსიონერს უფასოდ დაურიგდება დაბალი ხარისხის ინდური წამლები. ფასადური მკურნალობა ყველა მოხუს. ასევე ყველა პენსიონერს დღეში ორჯერ დილით და საღამოს დაურიგდება ჟოლოს ჩაი და ეს ყველაფერი არ არის. მათ დაურიგდებათ ჩაიში ჩალბობილი ორცხობილა. ეს იქნება ჩალბობის საყოველთაო პროგრამა. ორთაჭალას, ფონიჭალას და ავჭალას გავაერთიანებთ და ბოლოს ერთი ჭალა გვექნება, ხალხო. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს თბილისისთვის. ელიავას ბაზრობას მთლიანად ავიღებთ. იმ ადგილზე დარჩენილ წლების განმავლობაში ტაუტით გაჟღენთილ მიწას გადავამუშავებთ და მიღებული მასისგან დავამზადებთ ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო სათამაშოებს. ჩვენ ვიწყებთ ახალ გრანდიოზულ პროექტს. თბილისი კუთხეების გარეშე. დიახ, თბილისის ყველა ქუჩას, ყველა შენობას, ყველა სკვერს მოუმრგვალდება კუთხეები, რათა თბილისელებმა შემთხვევით არ მიარტყან ფეხი იდაყვიან თუნდაც ფეხის ნეკათითი. ალბათ ყველა თქვენთანგანს გამოგიცდიათ ეს სიმწარე წინა მთავრობის დროს, ასე რომ თბილისი იქნება ქალაქი კუთხეების გარეშე. ყოველ მესამე შეძენილ ბავშვზე თბილისელს საშუალება ექნება დუეტი ჩაწეროს თემურ თათარაშვილთან. ჩვენ გყავს ეს კაცი მერიაში და რაღაცაში ხომ უნდა გამოვიყენოთ. ასე რომ ისურვებთ წარმატებებს. ჩვენ გვპირდებით ყველაზე მთავარს, რომ ავაღორძინებთ დანგრევის პირას მიყვანილ ქართულ გინეკოლოგიის ცენტრს. და თბილისი იქნება ამიერკავკასიაში გინეკოლოგიის ყველაზე დიდი, გრანდიოზული ცენტრი. მართალია წინა ხელისუფლებას უნდოდა ამ ცენტრის დანგრევა, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ და ვიღაც ჩეტოს არ დავაგრევინებთ ამ ისტორიული მნიშვნელობის ცენტრს. დიახ, მეგობრებო, თბილისში დადიან ვიღაც ჩეტოები, დადის ვიღაც ჩეტო, რომელსაც უნდა ისტორიული შენობის ქართული გინეკოლოგიის დანგრევა და ჩამოშლება უნდა. დადის ის სადღაც ჩეტო, პირდაპირ გეუბნები, გაიგე ხელი შენს გაძრახვაზე, შეშვინ გრევას ჩეტო, შემართლა დო შენა, ჩეტოების დრო უნდა დასრულდეს. გააღორძინება ქართულ გინეკოლოგიას, ქართული გინეკოლოგიის ცენტრი უნდა იყოს მოწინავე ამიერკავკასიაში და ვიღაც ჩეტოები ამას ვერ დაასრულებენ.